Okay. ხო, სანამ სკრიპტში ჩავწერთ რაღაცებს, მანამდე ანიმატორში ავაწყოთ ეთექებზე გადასვლები რა. აქ მარცხნივ. ასმე არ მაგაგენ ჩაგდებული. ეს ანიმაცია ვერ აქვს ჩაგდებული? არა, საიდან უნდა ჩავოთ? აი Elemental Leaf Ranger ხო ქვია იმ ფოლდერს. მე animations, მე PNG და პირველივე 3, კი არა, პირველი 4 ეთექი არის, ანუ პირველ ფოლდერს რო გახსნი, პირველი ეთექი სადაც არის. Ctrl+A-ს დააჭირე, ყველას მონიშნავს და გადააგდე player-ში ჩაუგდე მარცხნივ იერარქიაში. და არქვი player ეთექ 1. და ეგრე მიყევი რა, მეორე ფოლდერში player ეთექ 2. მესამე ფოლდერში player ეთექ 3. და მეოთხე არის air ეთექი, ანუ ჰაერში აკეთებს რა. მეოთხეს რო ჩააგდებ, მეოთხეს დავარქვით player ეთექ, player air ეთექ და 4-იანიც მივაწერეთ ბოლოში, რომ რახანის დანომრილი არის პირველი 3 ეთექი. ეს მეოთხე იყოს რა. რო ჩააგდებ მითხარ. რა ჩავაგდე იმას. და ერთი ეთექი არის კიდე სუქვევით. ქვევიდან მეორე ფოლდერია, მან SP ეთექი აწერია. Special ეთექი არის. დიახ, ესეც ჩავაგდო. ესეც ჩააგდე, ხო. ამას დავარქვით player special ეთექ 5. რომ მეხუთე ეთექია. მიგვენიშნებინა. ჩავაგდე ყველას. კაი. ანიმატორში რო გადახვალ. აქ დაგხვდება ეგენი და ყველა არის იმას. ხო. მოდი ცოტა ზევით მივიტანოთ ეს ეთექები. ასე. ცოტა ქვევით შეგვიძლია ჩამოვწიოთ ჯამპი. და რაღაც ესე დავალაგოთ რა. და პლუსით დავამატოთ მარცხნივ ტრიგერები. პირველ ტრიგერს ერქვას ეთექ 1. ანუ ესე გავაკეთოთ რა, ამ შემთხვევაში სხვადასხვა ღილაკებზე კონკრეტულ ეთექებს გააკეთებს ხოლმე. ვთქვათ, ერთ ღილაკს რო დააჭერ, ეთექს გააკეთებს. ტრიგერს დავუშვათ მას. ეთექ 1. მეორე ღილაკს რო დააჭერ რაღაც სხვა ღილაკს, მეორე ეთექს გააკეთებს, კიდე სხვა ღილაკს, მესამე ეთექს და ეგრე რა, სხვადასხვა ღილაკზე გვექნება სხვადასხვა ანიმაციები. ყველასთვის ცალკე შევქნა? კი, ამიტომ 5 ცალი ტრიგერი გვინდა კი. ეთექ 2, ეთექ 3, ეთექ 4 და ეთექ 5. მერე any state-დან გავაკეთოთ transition-ები ყველაზე. მარჯვენა ღილაკი any state-ზე make transition და ყველა ეთექზე გადაიყვანა. ვაუ, თქვენი გაზიარებული გაიგეს. კიდე ითიშება ხო და რატო ვერ გავიგე. ეთექ 4 და ეთექ 5. არც დავუბრუნოთ მე ეს transition-ები. 6-ზე გადავიყვანოთ. 6-ზე გადავიყვანოთ ეთექ 1-დანაც, ეთექ 2-დანაც, 3-დანაც, 4-დანაც და 5-დანაც. მას ბევრისგან რო გავაკეთოთ ერთად, ეგ შეიძლება. როგორ? აი ერთდროულად რო გავაკეთოთ transition-ები.
ერთდროულად არ შეგიძლია. დასაგე უნდა გაკეთო. მე მგონი როგორც მახსოვს, ადრე არ შეგეძლო და მოიცადა. ესე რომ წავშალოთ ერთდროულად რომ მონიშნავ. ხო, არა, მაინც ერთიდან აკეთებს. თორე shift-ით შეგიძლია ერთდროულად მონიშნო რამდენიმე state-ი. მაგრამ transitions საიდანაც აკეთებ, მე იქიდან მიაქ რა, რაზეც აჭერ make transitions იქიდან აბამს. კარგი, ახლა ჩამოვუაროთ და player attack 1-ში, თქვათ any state-დან რომ attack 1-ში გადადის, პლუსით დავამატოთ აქ condition-ში attack 1. ზუსტად ეგრე attack 2-ზეც. attack 3-ზე attack 3 ჩავამატოთ. attack 4-ზე attack 4 და attack ხო. ეს უნდა იმას უნდა დავაჭიროთ, აი ადარ ნაცფერის რო შეიქმნა. თვითონ transitions უნდა დააჭირო, ის არის, ხო? ის არის. ხო. და margin ქვევით პლუს უნდა დააჭირო მე condition-ში. ეგ არის მდგომარეობა, რითიც უნდა გადავიდეს ანიმაციას. attack 3, attack 4 ორჯერ ჩავაგდე. მინუს დააჭირე და წაიშლება ერთი. არა, player attack 4, attack 4 დავეწერა. ხო. ამისას როგორ შეიძლება? რისი სახელი ის? ხო. States რომ მონიშნო margin-ზევით შეგიძლია შეუცვალო სახელი. მას air attack ხო მესამე არის. მე-4-ია, მე-4. აი ფოლდერებს ვერ ხედავ? 3 ფოლდერია ჩვეულებრივ attack-ის და მერეა მე-4 არის air attack-ი. air attack-ს დავაწერეთ ბოლოში მე-4. და ის special attack-ი არის მე-5. არასწორად გაქვს ჩაგდებული? დარქმეული. შევცვალე ხო. აქ მარტო გადარქმევა არ უშველის. ფოტოები უნდა ჩაყარო მაშინ ახლიდან თუ არასწორად გაქვს ჩაგდებული. მაშინ წავშლი. ან რომელი გაქვს არასწორად? მესამეს მოგირავთ air attack-ი ქვია თუ როგორ გაქვს? ნიკოს მას თავიდან ჩავაგდებ ეს. ანუ ყველაზე არა კაცო, რა თქინა ყველას ჩაგდება. ანუ რომელიც ქონდა შეცდომით ეგ გაასწორე რა, რატო წვალობ? ნიკოს. ოღონდ ეს სამკუთხედები უნდა წაშალო, ანუ რაც ის არის. აი, მარტო იმის წაშლა არ გმარა ზევით ანიმატორში, აი სამკუთხედი უნდა წაშალო ფოლდერში. წავშლი თავიდან ჩავაგდებ. აჰა.
state-დან გადავიყვანოთ ეთექებზე, ხო? ხო, any state-დან გადაიყვანეთ ეთექებზე. და მე ესენი გადავიყვანო x-ით, ხო? კი, ეთექები გადაიყვანა x-ით. დავიყვანეთ. ეხლა მონიშნე სათითაოდ any state-დან რო ეთექზე გადადის, ეთექ 1-ზე და პლუსით დაამატე condition-ში ეთექ 1. მერე ეთექ 2 მონიშნე, ეთექ 2 დაამატე და ეგრე. დაგსახსული ერთმანეთში. გაწიე ცოტა რომ დაგსახსული არ იყოს. გადაადგილებაში. ანუ any state-დან რო გადადის იქო? კი. 10 taxi. კი. და მან ეთექ 1-ში ეთექ 1 უნდა მონიშნო, ეთექ 2-ში ეთექ 2 და ეგრე. მიყევ. ამათ ხო შესაბამისად დაარქვე ეთექ 1, ეთექ 2 და ასე შემდეგ. ტრიგერებს. აი any state-ი მაღლა აიტანე და დანარჩენები ქვევით იყოს და აღარ იქნება ძალიან აბლანდული. აი ეს შეგვიძლია დავაყენოთ თუ ხედავ. აი გავასწორებს. შემდეგ ახლა ისევ სათითაოდ მონიშნე ეგ ტრანზიშენები, თქვათ პირველი ეთექ 1-ზე და any state-დან ეთექამდე, ეთექზე. ხო. თქვათ ეთექ 1-ზე გადასვლა მონიშნე და სეტინგები ჩამოშალე, margin-რო სეტინგები აქვს. Transition duration-ი გაანულე და can transition to self გათიშე. ეგრე გავაკეთე ყველაზე? კი. Transition duration-ს ვანულებთ, იმიტომ რომ დაყოვნება არ კონდეს და ეგრევე გადავიდეს და can transition to self თიშავთ, იმიტომ რომ თავის თავზე გადასვლა არ შეეძლოს, როცა მიმდინარეობს თვითონ ეგ ანიმაცია რა. ანუ can transition to self ნიშნავს, რომ როცა გადაიყვან ეთექ 2-ზე საშუალება ისევ აქვს, როცა დამთავრებული არ აქვს ჯერ ეთექ 2-ის ანიმაცია მთლიანად. მაინც აქვს საშუალება, რომ კიდე გადავიდეს რა ეთექ 2-ზე. და ეგ საშუალება, რომ გაუთიშოთ, მაგით უთიშავთ ამას, რომ თავის თავზე ტრანზიშენი აღარ შეიძლება, როცა თვითონ ეგ ანიმაცია მიმდინარეობს რა. გავაკეთებს. ოკეი და ახლა x-ზე რო გადადის ეთექები, ეგენი მონიშნე. აქ has x times ტოვებთ ჩართულს, x time-ში ვწერთ 1-ს და transition duration-ს აქაც ვანულებთ. ქვევით condition-ში არაფერი არ ჭირდება. ეგრე ხრო ყველაზე, ხო? კი. 1 ვწერთ და იქ 0-ს. x time-ში 1, transition duration-ში 0. x time-ში 1-ს რო ვწერთ, ნიშნავს, რომ აი სრულად 100%-ით გაივლის იმ ყველა ფოტოს, რაც ანიმაციაში აქვს. So, ახლა შევიდეთ script-ში. და აქ ზევით დავწეროთ public animator anime. რო animator script-ში. ხო, player ეთექ script-ში. რო animator-თან მქონდეს წვდომა. იმიტომ რომ ხო ესენი უნდა შევცვალოთ ეს ტრიგერი. რა არის? რა თქვი ვერ გავიგონა. აღარაფერი, სად უნდა დავწეროთ ეს public animator anime. ზევით სვადებს დავწერთ ხოლმე.
და მერე დავწეროთ void attacks. მოდი ესე დავარქვათ. და შიგნით ჩავწეროთ if-ი, სადაც შევამოწმებთ ვაჭერთ თუ არა რაღაცა ღილაკს. input წერტილი get key down. მას რიცხვებზე რო იყოს აი 1 2 3 შეგვიძლია. შეგვიძლია. რიცხვებზე თუ გვინდა, მაშინ alpha 1 და alpha 2 და ეგრე ქვიათ მაგათ. alpha აკრიფე. ან პირდაპირ ერთიანი აკრიფე და მაგაზე არ აჩენს. alpha აკრიფე მოკლედ და alpha 1-ზე გავაკეთოთ პირველი ეთექი. ეგ არის რიცხვები ხო? კაი, მაგრამ ნახე. ეს არის რიცხვები ხო? კი, რიცხვები alpha 1 ნიშნავს ერთიანს. ერთიანზე დაჭერას. ხო. მაგრამ რა არის იცი? მარცხენა ხელით ვატარებ. ხო. და ეთექსაც მარცხენა ხელით უნდა დააჭირო მაშინ. და ცოტა რთული იქნება მგონი, არა? ხო. ხო და მარჯვენა ხელიც რო გამოვიყენოთ, რო ჩავრთოთ. მაშინ GHJKL. აჰა, მე მგონი უკეთესი იქნება, კი. G ავკრიფოთ მაშინ აქ და keycode G. და აქ ჩავწეროთ anim წერტილი set trigger, იმიტომ რომ ისინი ხო ტრიგერებია, რაც უნდა შევცვალოთ. ახლა უნდა შევცვალოთ ჯერ ეს ეთექ 1. შევცვალოთ რა, დავატრიგეროთ რა და ეს რო დატრიგერდება, ეთექ 1-ზე გადავა. იმიტომ რომ მაგაში გვაქვს მონიშნული, გადასვლაში გვაქვს ეთექ 1-ის დატრიგერება მონიშნული, ეთექ 1. მერე else if-ით გავაგრძელოთ ეს. მოვაკოპიროთ ზევიდან ეს input get key down key code-ი და როგორ თქვი h ხო? შემდეგი არის h. attack 1 რა უნდა დავწეროთ? როგორ? attack 1 დავწეროთ unit-ში როგორც დავარქვი? unit-ში როგორც დაარქვი აქ ანიმატორში. ზუსტად ეგრე უნდა დაწერო. თუ განსხვავებულად დაწერ არ იმუშავებს. ვერ იპოვის. აქ რო ამას ამ სახელს გადასცემ, მოდის და მაგ სახელით ეძებს აქ ტრიგერს რო ჩართოს რა. დაატრიგეროს. და თუ ვერ იპოვის, თუ არ დაემთხევა 1-100-ს რო იყოს დიდი ან რაღაცა განსხვავებული გამოტოვება რო გქონდეს, არ იმუშავებს. აქ else if-ის მაგრამ if რო დავწეროთ უბრალოდ. ეგეც შეიძლება ხო, მაგრამ ერთდროულად ხო მაინც არ გააკეთებ. აჰა. და ყველა რო არ ამოწმოს სულ, else if-ები გვეწერება და თუ რომელიმე ჭეშმარიტი იქნება, იმ სხვებს აღარ გადაამოწმებს მაგ დროს რა. ესეც ჩავაფეისტოთ და ეთექ 2 დავაწეროთ h-ზე, ოღონდ h-ზე გადააკეთეს და მერე უკვე else if-ი მოვაკოპირე მთლიანად და ჩააფეისტებ უბრალოდ keys შეუცვლი აქ key codes, j არის შემდეგი, ეთექ 3. შემდეგი არის k, ეთექ 4. და შემდეგი არის L, ხო? ეთექ 5. ხო ეგრე დავარქვით. კი. ნუ ვიცით რომ ეთექ 4 და ეთექ 5 არის ისინი. განსხვავებული ეთექები იმ მხრივ რომ air ეთექი არის ეთექ 4 და special ეთექი არის ეთექ 5. ასე ვიცი ჩავწერო. ერთ else if-ს რო დაწერ და აკოპირე მე. ყველა დავწერებს. აი, ეხლა ეს void attacks გამოვიძახოთ update-ში, რომ ეს მუდმივად შეამოწმოს ხოლმე ჩვენ ვაჭერთ თუ არა ამ ღილაკებზე. ქვევით ხო არის update. attacks ჭრილები წერტილზე. გამოვიძახეთ.
მას მე რაღაცა ის არის ხომ გაისროლე. კი, ის როლაც აქვს. ეგეც უნდა ჩავწეროთ მე. კაი, ეხლა პლეიერი მოვნიშნოთ აქ იმას რომ დაასეივებ. მას თქვენი გაიგარებო. იმას რომ დაასეივებ აქ მარჯვნივ player text script-ში გამოჩნდება anim და non-animator ეწერება. და აი პირდაპირ ამ ანიმატორს მოკიდე და ჩააგდე. ან player-ი წამოიღე იერარქიიდან და ეგ ჩააგდე. იგივეა. player-ის ანიმატორი ჩავარდება რა. რომელი ჩავაგდო? player-ი ჩააგდე აქ, ან ანიმატორი ჩააგდე, მნიშვნელობა არა აქვს. ანიმატორს გულისხმობ აი ეს რა, player-ის ანიმატორია ეს და მაგიტო არ აქვს მნიშვნელობა. Players რო აგდებ, ხვდება რომ player-ის ანიმატორს ინახავ აქ და ანიმატორს რო აგდებ, ეს იცის რომ player-ის ანიმატორია, იმიტომ რომ players-ი არის მიბმული და მაგიტო ვარდება აქ player-ის ანიმატორი. რო აქ შემოვიდეს მე ესენი რო გააკეთოს, anime ხო player-ის ანიმატორია, იმიტომ რომ ეგ ჩავაგდეთ აქ. სხვა ანიმატორი რო ჩაგვეგდო სხვა ობიექტის. მაშინ იმ სხვა ობიექტის ანიმატორი შევიდოდა. კაი, ჩართოთ ახლა თამაში და გატესტე, აბა. თუ მუშაობს. მუშაობს. პირველი G-ს რო აჭერ შერჭობა, იმისი ის არ საჭობს. H სროლა არის. J არის ზევით ისვრის. K ხტება და ისე თლად კარგად არ ხტება და მე მგონი კაი იქნება თუ ავაგდებთ ცოტა. ეს მე მგონი ზევიდან უფრო უკეთესი იქნება. ისედმე ზევიდან რო ზაიმუ ხო არის აქ ქვევით მიწაზე და ზევით რო იქნება პლატფორმა იქიდან რო ესროლა. კი, მაგრამ ცოტა ავახტუნოთ კიდეც მე მგონი ჯობია, იმიტომ რომ ეს ძალიან პატარაზე ხდება. არა, მასიც რა სვამბობ. ხა სუდაბლა ხო არის? ხო. და ის სადმე შემაღლებულად გილას რო იყოს. ხო, შეიძლება. შეიძლება, კი. აი მაქედან რო ისროლოს ხოლმე მე ახლა აღარ დაგიჯდა. კი. ახლა ის არის რო ისროლოს. მუშაობს შენთანაც? კი. კაი. ახლა ის არის ვასროლინოთ. შედი მანდ ანიმაციების ფოლდერში არის projectiles and effects ქვია. და პირველივე ფოლდერი არის arrow. ამას მე hit-ის ანიმაციებიც აქვს. მე ამებსაც გავაკეთებ. ჯერჯერობით გვინდა მხოლოდ arrow. გადავაგდოთ სცენაში. preferred მოვაქციოთ ხოლმე. კი, preferred მოვაქციოთ მართალი ხარ. დავარქვათ მხოლოდ arrow, ის დაბლატირე წავუშალე. მივაბად box collider 2-დე. edit collider-ით დავაპატარაოთ. ისე ცოტა გავზარდოთ, მე მგონი ჯობია arrow, იმიტომ რომ player-ი ხო გაზრდილი გვაქვს 3-ით. 3-ები გვიწერია და arrow 2 რო იყოს. ხო, იმიტომ რომ დაახლოებით ამხელა arrow უჭირავს თვითონ ანიმაციაშიც რა. და 2 მე მგონი კაი არის. X-ზე და Y-ზე ჩაუწერე 2-ები და პრეფავის ფოლდერი ჩვენ არ გვაქვს შექმნილი აქ. არა, კი. მიაზუმე აქ კარგად გაუსწორე. ცოტა ცდებოდეს ამას, რავი. ოკეი. კაი და ბარემ რა მიავით? box collider 2-დე და rigid body 2. rigid body 2-დე. და მე მგონი გრავიტაცია გამოურთოთ ჯობია, ხო? იმიტომ რომ სწორად გაისროლოს. ხო. ხო, 0 ჩაუწეროთ გრავიტ. ზოგის იმისთვის დაგჭირდება მას. მე ზევით რო ისვის მე ხო ქვევით უნდა დაიცი. არა, ზევით რო ისვის მაგას სალკე გავაკეთებთ, ხო? ეხლა ეს არის უბრალოდ H რო აჭერ, სწორად რო ისვის რა, წინ. მაგის გასროლას გავაკეთებთ ახლა, მხოლოდ.
ოკეი, 0 ჩაწერე აქ Gravity Scales-ზე. კარგი, ახლა ვაქციოთ prefab-ად. მაგისთვის ასეტების ფოლდერში შევქმნათ ახალი ფოლდერი. დავარქვათ prefabs. მასზე საიდან ხვდება რომ prefab-ად ვაქციო? როგორ? ანუ იერარქიიდან რომ ჩამოვიდეთ ნებისმიერ ფოლდერში რომ ჩავედეთ ნებისმიერ კი, მაინც prefab-ად გადაიქცეოდა, ხო? არ არის აუცილებელი prefab-ის ფოლდერი. უბრალოდ დაალაგებულად რო ქონდეს, მაგიტო ვარქმევთ, თორე ეს prefab-ის ფოლდერში რო ვარდება, მაგიტო კი არ იქცევა prefab-ად. ასეტების ფოლდერშიც რო ჩაგვეგდო, ან ნებისმიერ სხვა ფოლდერში მაინც იქცეოდა prefab-ად. წამოვიღოთ ახლა ეს row prefab-ის ფოლდერში და გადმოვაგდოთ. იქ გალურჯდება. გაზიარებული კიდე გაიქცა. ხო. იერარქიაში გალურჯდება და იერარქიიდან წავშალოთ. შემდეგ იმას უნდა შევქმნათ, აიდანაც გააჩენს, ხო? row. როგორ? წინა თამაში როგორც გავაკეთეთ მას, ისე ტყვია სადაც აჩენდა. იგივე უნდა შევქმნათ აქაც, ხო? კი. ეგეც დაგჭირდება. Player-ზე mouse მარჯვენა ღილაკს დააჭირე, create empty. დავარქვათ arrow point-ი. ან shoot point-ი ერქოს, shoot point. მერე move tool-ზე გადავრთოთ, რომ ისრები გაჩნდეს, რომ გამოძრავება შევძლოთ ამისი და ნახე ზუსტად როგორ დავაყენოთ, იცი? Animation-ში გადადი. აი კონსოლის გვერდით რო animation-ი არის დაბლა. და მერე მარცხნივ მაშინ ზევით Windows დააჭირე, მერე animation და animation. Control X-ს ვსვიფტ. მერე და აქ ჩააგდე კონსოლის გვერდით. მერე აქ player idle ჩამოშალე და გადადი attack 2 არის ხო მე მგონი ეგ. კი. წინ რო ისვრის attack 1-ია მას. არა, attack 2 არის. წინ ისვრის, წინ არ ისვრის attack 1-ზე, attack 1-ზე არ ჭობს. ის არ ვუწევ. ხო. attack 2-ზე გადადი და მერე აქ timeline-ზე დააწყაპუნეს მოლურჯო ის რო არის, რიცხვებსაც აწერია. და აი მე მგონი მერვე frame-ზე ისვრის უკვე. და აი მერვე frame-ზე გადადი და ჩაწერა არაფერი არ უნდა, ეს უბრალოდ ვასწორებთ რა, სად უნდა იყოს. ხო, გადავიტანოთ. ხო, გადაიტანე ეს shoot point-ი სადღაც აქ. იმიტომ რომ მე-7 frame-ზე ხო აქ აქვს ის არის. და მერვე frame-ზე აი ცოტა წინ იყოს უკვე რა, იმიტომ რომ გასროლა ხდება და სადღაც აქ შეიქმნება რა. დაახლოებით ამ პოზიციაზე. აი აქ გაჩნდება. ია. კაი, ახლა დავასეივოთ ეს და გადავიდეთ player attack script-ში ისევ. და ზევით ცვლადები, სადაც ეს ანიმატორის ცვლადი, სადაც გვიწერია. დავწეროთ აქ public transform shoot point. აი წეღა რაც შევქმნით მაგისთვის რა, რომ მაგის პოზიცია ვიცოდეთ ამ სკრიპტში, რომ მაგის პოზიციაზე გავაჩინოთ ის. ეს attack-ი შეგვიძლია ჩავკეცოთ ეს void attack-ი. ჯერჯერობით. კიდე დაგვჭირდება რა უნდა გააჩინოს public game object-ის ტიპის ცვლადი, arrow დავარქვათ ამას. აი ეს prefab-ი რო ჩავაგდოთ მაგისთვის რა. და რა სიჩქარით უნდა იმოძრავოს, ხო? რაღაც force-ი რა. Public float arrow force ეს ერქოს. და მოდი header-ებით შევქმნათ ბარემ. ესეთი ფრჩხილები header მერე ჩვეულებრივი ფრჩხილები ბრჭყალები და დავარქვათ shoot
და კიდე ესეთი ჰედერი მოვაკოპიროთ და ანიმატორსაც დავუწეროთ ზევით, ოღონდ კომპონენტს ერქოს ამ ჰედერს. და ესე დალაგებულად გქონდეს რა. სხვა კომპონენტებიც თუ დაგვჭირდება, მე აქ დავწერთ ხოლმე. ეს არის შუთის ცვლადები. ძალიან. ხო? ოკეი, ახლა შევქნათ ცალკე ფუნქცია. void რა ქვია მას? ვარქვით shoot arrow. და დავწეროთ game object arrow clone. parem clone-საც რო დავუკავშირდეთ, შევინახოთ ის ახალი გაჩენილი კლონი. გაზიარებული კიდე გაიჩო. გავაზიარებ თავი. instantiate ხო გაჩენის კოდი არის, ამას უწერს რა გააჩინოს, სად გააჩინოს და როგორ გააჩინოს, როგორ rotation-ით, გადახრილი თუ არ იყოს გადახრილი. ჩაუწეროთ რომ arrow უნდა გააჩინოს, მე ჩაუწეროთ რომ shoot point-ის პოზიციაზე უნდა გააჩინოს, shoot point წერტილი position და მე ჩაუწეროთ რომ თვითონ players რა rotation-იც აქვს, მაგ rotation-ით გააჩინოს. transform წერტილი rotation, ეს ხო player-ის სკრიპტი არის. შესაბამისად transform წერტილი rotation პირდაპირ player-ის rotation-ი იქნება და player-ი საითაც არის მიმართული იქ გაიგო. კი, საითაც არის მიტრიალებული, იქით მიტრიალებულ arrows გააჩენს. და ეს ხო გააჩენს და ეგ გაჩენილი კლონი შეინახება ამ ჩვენს მიერ შექმნილ game object arrow clone რო დავარქვით მაგაში. და ეხლა აქ ქვევით arrow clone სადაც ვახსენებთ, უკვე წვდომა გვაქვს სცენაში გაჩენილ arrows clone-თან რა. და ნახან წვდომა გვაქვს მაგაზე. ხო უნდა გავამოძრავოთ და მოდი სანამ გავამოძრავოთ, ჯერ მაგის rigid body 2D-ს დაუკავშირდეთ და მერე გავამოძრავოთ, იმიტომ რომ უფრო სწრაფად იზამს. rigid body 2D დავარქვათ arrow clone rb უდრის arrow clone წერტილი get component rigid body 2D ჭრილები და წერტილი. arrow clone-თან როგორ გიზრდეთ? რას? rigid body რა. arrow clone-ის rigid body შევინახეთ ამაში. ანუ ესეც ჩვეულებრივი ცვლადია, ოღონდ rigid body 2D ტიპის ცვლადი და arrow clone-ის rigid body შეინახა ამაში. და ეხლა ამას რო ვახსენებთ, უკვე rigid body-ზე გვექნება წვდომა. იმის rigid body-ზე, arrow clone-ის rigid body-ზე. რო გავამოძრავოთ. arrow clone rb წერტილი add force შეგვიძლია გამოვიყენოთ და გამოვიყენოთ transform წერტილი right-ი გამრავლებული arrow force-ზე. მძიმე და მძიმის მერე გამოტოვებას რო დააჭერ force mode 2D წერტილი იმპულსი გამოჩნდება. ეს იმპულსი აკეთებს იმას force რო ანიჭებს, თან ითვალისწინებს მასას. ანუ თუ დიდი მასის ობიექტი გაქვს და მაგ დიდი მასის ობიექტს ანიჭებ force, გაითვალისწინებს მაგის მასას და თუ დიდი ობიექტია, უფრო ნელა გაამოძრავებს. თუ პატარა მასის ობიექტი არის, უფრო სწრაფად. და transform right-ი რო გვიწერია აქ, ეს ხო ნიშნავს, რომ მარჯვნივ უნდა გაუშვას. თორე დადებითი არის ეს transform right-ი.
arrow force-ზე მრავლდება მერე და მიდის მარჯვნივ, მაგრამ რახან transform right-ს ვიყენებთ, ეს transform left-ად იქცევა მაშინ, როცა შეტრიალებული იქნება რა. ესეც ისე მუშაობს, რომ თუ transform rotation-ი შეცვლილი აქვს იმ ობიექტს, მაშინ transform right-ით თუ ამოძრავებ, გამოვა რომ საითაც არის შეტრიალებული, მე დადებითი რიცხვით იმ მიმართულებით მიდის, საითაც არის მიტრიალებული რა. შესაბამისად, თუ მარცხნივ იქნება შეტრიალებული, ის არის დადებითი რიცხვით მარცხნივ წავა. თუ მარჯვნივ იქნება შეტრიალებული, ის არის დადებითი რიცხვით მარჯვნივ წავა. მოკლედ, საითაც იხედება, იქით მიდის მერე დადებითით. აღარ ჭირდება, რომ უარყოფით ჩაწერო. სადმე და უარყოფითით გაუშვა. იმიტომ რომ rotation-ი რო გააკეთე, უკვე იმ მიმართულებით მიდის რა. ეხლა ეს shoot arrow უნდა გამოვიძახოთ, ხო, სადღაც. და უმჯობესი იქნება გამოვიძახოთ კონკრეტულ frame-ზე, ხო? და ასეივე unit-ში გადადი. და animation-ში ისევ გადადი attack 2-ზე. ისევ იმ frame-ზე, მერვე frame-ზე. და 0.0 ხო აწერია აქ. და მაგის დაბლა, ლურჯი ზოლის დაბლა ხო არის კიდე ზოლი. სანამ keyframe-ემდე ჩახვალ რა. და აი მაგ ზოლზე უნდა დააჭირო მაუსის მარჯვენა ღილაკს და add animation event. ანუ შეგიძლია რომ არ მიჩვენე, ორ ძამას გაზიარებულზე თავიდან ქენით უყუროსად თქვა. ჩანს გაზიარებული. ნახე? აღარ უნდა დავინახე უბრალოდ. ხო. animation-ში რო გადახვალ player attack 2-ში, მერვე frame-ზე გადადი. და კიდე გაიჩი. მერვე frame-ზე გადადი აქ attack 2-ში. და აი 0.0 სადაც აწერია მაგის დაბლა ხო არის ზოლი, სანამ keyframe-ემდე ჩახვალ. აი ეს ზოლი. კი. აი მაგ ზოლზე add animation event. add animation event. და მარჯვნივ გაუჩნდება no function ეწერება და no function selected ეწერება. აწერია? კი. მაგას რო ჩამოშლი, აქ დაგხვდება ყველა ის სკრიპტი, რომელიც ამ ობიექტზე გაქვს მიმული, რის ანიმაციაშიც ხარ რა. და შეგიძლია სკრიპტიდან ფუნქცია აირჩიო. მეთოდზე გადადი და shoot arrow აირჩიე. ო, player attacks methods და shoot arrow. ეგარ. და ასეივე და ეხლა player-ი უნდა მოვნიშნოთ და მარჯვნივ ცვლადები რაც აქვს, ეგენი ჩავუგდოთ რა. shoot point-ია ჩასაგდები, arrow-ა ჩასაგდები და arrow force-ია ჩასაწერი. shoot point-ში shoot point-ი ჩავაგდოთ, player-ის შვილი რო არის, hierarchy-დან წამოვიღოთ, ჩავსვათ. arrow-ში arrow-ს prefab-ი ჩავაგდოთ, folder-ში რო გვაქვს, prefab-ის folder-ში, რომ მაგის კლონები გააჩინოს და arrow force-ში რავი 10 ჩაუწეროთ. ნახოთ როგორი მოგვეწონება და მე თუ რამე შევცვლით. ასის prefab-დან ჩავაგდოთ arrow. კი. ჩემთან ისვრის. მე მგონი ცოტას გავზრდი arrow force-ი რამდენი? arrow force ცოტას გავზრდი 15-ს ჩავწერ ახლა. იმიტომ რომ 10 ცოტა ნელია. აი ჩემთან ზღოდეს. 15 კაი. მე შეგვიძლია თამაში რაღაცა ავაღებინოთ და უფრო სწრაფად შეეძლოს სროლა მაგალითად. იმას გულისხმობ რომ უფრო სწრაფი ისრები კონდეს. ამ arrow force გავზრდით და ეგ იქნება რა. მას ძალიან ლამაზი გამოვა. კაია. ახლა ნახე რა პრობლემა არის. იქაც ქონდა ეგეთი პრობლემები. რო ვაჩენდით რაღაცეებს. აქ რო გროვდება. არ ქრება, აღარ ქრება. არ ქრება, ხო. ამიტომ აი აქ ჩაუწეროთ destroy ჭხილები arrow clone ძიმე და ერთ სამწამში გაქრეს რა. ჯერჯერობით და მე შეგვიძლია საერთოდ არც გავაქროთ რამეს რომ მოხდება.
რახან arrow hit-ის ანიმაციები აქვს, მაგაზე გადავიყვანთ ხოლმე და მერე გავაქრობთ. აქედან შეიძლება არც მოგვიწიოს მერე გაქრობა, ვნახოთ რა. ჯერჯერობით ესე იყოს, რომ არ დაგროვდეს ეს arrow-ები. კაი, ბარემ ხო არ დავათვლევინოთ, აი რაღაცა რაოდენობა შევქმნათ arrow-ში და ხოლოდ მაშინ შეეძლოს სროლა, როცა ის ექნება რა. შევამოწმევინოთ. ხო. ზევით შევქმნათ public float arrow amount-ი. და ყოველ სროლაზე დავაკლოთ, ხო? რა არის? ინტი რო იყოს. ინტი შეგიძლია, კი. როგორც გინდა. მე ძირითადად მიჩვეული ვარ float-ებს ვიყენებ ხოლმე. ზოგადად იშვიათად int-ს. მაგრამ int-საც ვიყენებ ხოლმე, მაგრამ იშვიათად float-თან შედარებით. რატომღაც ეგრე მივეჩვე თავიდან. კაი, და აქ ყოველ გასროლაზე უნდა დააკლდეს, ხო? arrow amount -. ერთი arrow ჩამოვაკლოთ. --- ნიშნავს -1-ს. ეს ხო ის უნდა იყოს. მას arrow amount --- მიწილებს. სწორად გიწერია, წერტილმძიმეც გიწერია? დავწერო. არ უნდა გაგიწითლოს წესით, არასწორად გიწერია, ანუ თუ გიწითლებს. ნამდვილად --- გიწერია? იქ ზევით მას 3 როთი მიწერია მაგით. ხო. ზევით რაც დაარქვი, იგივე დაწერე ქვევითაც. შემოგთავაზებს ზევით რაღაცას რო წერ, ქვევით გთავაზობს მე მაგას. კაი, და ეხლა ხო უნდა შევამოწმოთ, რომ თუ აქვს რაოდენობა 0-ზე მეტი თუ აქვს პრინციპში, მაშინ უნდა შეეძლოს სროლა მხოლოდ. მას თქვენი გაზიარებული იქ. ხო, ვიცი, ხმაზე ვიგებ ხოლმე. ხო და ეს void attack-ი გამოვაჩინოთ ისევ, უბრალოდ void attack-ს რო ქვია. და ეგ ხო არის h-ზე ხო ვაჭერთ attack-2. და h-ზე if უნდა დაუწეროთ. პირობა უნდა ჩაუმატოთ აქ. და, ხო, დაკავშირი. ახლა. და შევამოწმოთ arrow amount-ი თუ მეტი არის 0-ზე. დაკავშირი ნახან არის, მაშინ h-ზე დაჭერაც ჭეშმარიტი უნდა იყოს, შენ h-საც უნდა დააჭირო და ასევე მაგ დროს arrow amount-ი უეჭველი მეტი უნდა ქონდეს 0-ზე, რომ ეს ორივე პირობა ჭეშმარიტი იყოს და attack-2 გააკეთოს საერთოდ. გაისროლოს. თუ ეს გადავუძროთ ყველას ყოველას. როგორ? ყველას ჩაუძროთ arrow amount მეტი ან 0. არა, ყველასat უნდა ჩაუწერო აქ ისრის პრინციპში მარტო 1-ს და დანარჩენი სხვები ისეთი არის, რომ შერჭობაზეც ჩაუწეროთ? არა, შერჭობაზე იყოს. ხო, შერჭობაზე იყოს. კიდე მესამე არის შაუერი, ზევიდან ბევრს ყრის. ხო და არ ვიცი, მოვიფიქროთ რა. მაგაზეც რამდენი დავაკლოთ ხოლმე, ეგეც მოსაფიქრებელი არის. მას დავითვალოთ მასთან. ხო. შეიძლება კადრზე ხო, ანიმაციასაც ვნახავთ როგორია მე. კაი, ეგ მომავლისთვის გადავდოთ მაშინ, რომ თუ დაგჭირდა მე რო amount-ს ჩავამატებთ მე. ამას ზევიდან ისვრის და ეს კიდე სპეციალი არის. კაი. დავასეივოთ, ხე გავტესტოთ რა უბრალოდ. აქ თუ იმუშავებს, მე ნებისმიერგან ჩავამატებთ და იმუშავებს იქაც. გადავიდეთ unit-ში და arrow amount-ი ჩაუწეროთ. მოდი, ერთს ჩაუწერო, გავტესტოთ რა. ეხა ერთს რო გავისვრი, მე ვეღარ უნდა გავისროლო წესით. h-ს ვაჭერ და აღარ შვება. აქაც 0 წერია arrow amount-ი. აი, ისეთ თავიდან კონდეს 1.20. რო არ დაგვეცალოს. ასე ეს გამოვაჩინოთ arrow-ი.
რაოდენობა. ხო, ვიზუალურადაც გამოვაჩინოთ. ხო და აქ მე რასაც დავაკვირდი. სხვადასხვა ტიპის ეროუებია რა. უბრალოდ ეროუ ერთი ტიპის არის, მაგრამ ჰითი აქვს სხვადასხვა ტიპის, აი ეროუ ჰითი ჩვეულებრივი ეროუ არის, მერე არის ეროუ ჰით entangle, რაღაცა ფესვებივით რაღაცა გამოდის, ეს შეგვიძლია გამოვიყენოთ, რომ მოვარტყამთ enemies. ეს ფესვები რო გამოვა, გავაშეშოთ ან რაღაც ეგეთი რა, რამდენიმე წამის განმავლობაში, მე მგონი კაი იქნება. ეგ რომელშია მას? აი projectiles and effects errors ფოტოსაიდანაც ჩავაგდეთ მანდ არის. Hit entangle აქვს და hit poison-ი აქვს კიდე. ანუ რომ ვარტყამ poison-ის ეფექტი აქვს რა და შეგვიძლია ესეც გამოვიყენოთ, რომ თქვათ enemies რო გავარტყამთ და poison-ზე იქნება poison ისარს რო გავარტყამ, მოვწამლოთ და ნელა აკდებოდეს სიცოცხლე ან რაღაც ეგეც გაკეთება შეგვიძლია რა. ან სხვადასხვა ტიპის ისინი რო ვასრულოთ მას. ისრები. ან ხო. მოწამლები. ან რა შეგვიძლია იცი, რომ გამოვაჩინოთ ის არის, როგორი ტიპის ის არის უჭირავს და გადავართვევინოთ ხოლმე რა მოთამაშეს. ხო, აი რიცხვებს დაწერთ მაგალითად. ხო, რო გადართოს და რო გადართოს შესაბამის ეროუს ისვრის მერე რა. poison-ზე თუ ექნება გადართული, poison-ის არს მოვარტყამს მერე იმას enemies. აი აქ დიაგონალური ეროუც ყოფილა. ესე ალბათ ზევიდან რო ისვრის, ამას გამოვიყენებთ. ხო, ზევიდან რო ისვრის, დიახ. ამასაც აქ თავისი რაღაც ანიმაცია მწვანე რაღაცეები გამოსდის. აი ერო შაუერ ეფექტი. აი ზევიდან იწვივა ისრები. კაი ბევრი კი იწვივა მე მგონი. კაი, ამ ერთსაც მე გავაკეთებთ. ახლა ის ვქნათ რა ქვია, კამერა გავაყოლოთ players რა. ხო და ეგ შეგვიძლია package-ით გავაკეთოთ. ზევით ასეს წინაზე გავაკეთეთ. რა? აი ეს რო გაყვისოს. ხო, მაგრამ ჩვენ კოდი დავწერეთ ხო მე მგონი წინაზე. კი. ხო. ხო და ახლა შეგვიძლია პირდაპირ რაღაც package-ი ჩავიწეროთ. და პირდაპირ უგდებ და მიყვება რა. ოღონდ თან კიდე დამატებით ბევრი ფუნქციონალია გზან და მაგებს აგიხსნით. ძალიან კარგი რაღაცაა რა. აი ზევით Windows დააჭირე. Unix ხომას. ხო. Windows package manager-ი იპოვე. package manager-ში შედი და package manager სადაც აწერია მარცხნივ. მაგის დაბლა ხო აწერია packages in project. ეგ ჩამოშალ და Unity registry-ზე გადადი. მერე მარჯვნივ fetching packages აწერს. აი ჩაირ. ხო. მერე მარჯვნივ search-ი რო აქვს აქ და search-ე. რა ქვია იმას? cinema აკრიფე და cinema-შინ გამოჩდება. გამოჩნდა? და install. cinema-შინ მონიშნე და install. ცოტა ხანი უნდა დაველოდოთ, რომ გადმოიწეროს package-ი. და ეს package-ი რას ვქება მე? აი, კამერის გაყოლას გავაკეთებთ მარტივად. So, ჩემთან ჩაიწერე. მან ინტერება ჯეროს. ეს უცნაური დაამთავრეს გამოსვლა.
Ramos. ჩაიწერა? წავს. Okay. ახლა აქ იერარქიაში მაუს მარჯვენა ხილაკს რო დააჯერ. აი ობიექტებს აიდანაც ვამატებთ ხოლმე. მანდ დაინახავს cinema-ში ეწერება. ეს პეკეიჯი რო ჩავიწერეთ, მაგან გააჩინა ეს. მას რა სად უნდა შევიდე? იერარქიაში მაუს მარჯვენა ხილაკს რო დააჯერ ცარიელ ადგილას. ობიექტებს აიდანაც ვქნით ხოლმე. cinema-ში არ ჩანს დაბლა? და მე აირჩევ virtual camera. აი მოდავს. ეხლა ნახე virtual camera რას შვება და თან main camera-ს გაუჩნდა ხო რაღაცა აიკონი, წითელი კამერასავით რო აქვს. კი. main camera-ს მიება cinema-ში brain-ი რა, ესეთი სკრიპტი მოყვა იმას. რა ქვია, ამ package-ს. და virtual camera არის იმისთვის, რომ ანუ ესე ვთქვათ, virtual camera ეხლა ამოძრავებს main camera-ს. და virtual camera-ს ჩაუგდებ აი follow-ში ობიექტს და მაგ ობიექტს გააყოლებს main camera-ს რა, main camera-ს აიღებს და მუდმივად გააყოლებს player-ზე რა, რასაც ჩააგდებ აქ follow-ში. მაგისთვის არის ეს virtual camera. მოვყიდოთ players, virtual camera მონიშნე და მარჯვნივ დაინახავ follow აწერია და non transform აწერია. წამოიღე player-ი და ჩააგდე. ას გაჭიდა ჩემთან და რაკენით. virtual camera მონიშნე და მარჯვნივ follow რო აწერია. ხედავ non transform აწერია follow-ზე. მანდ ჩააგდე player-ი. ამას გაყვება აცი? ეხლა რაღაც უნდა შევცვალოთ კიდე და სო გაყვება. აი body რო აწერია ქვევით. ხედავ? ეგ არის transposer-ზე ხო შენთანაც? კი. ჩამოშალე და framing transposer-ზე გადაცვალე. და ბევრი ის გამოჩნდება რა, რაღაც პარამეტრები. კი მას. ჩართე ახლა თამაში, დაასეივე, ჩართე თამაში და წესით უნდა გაყვეს. ასე aim-ზე ის მასოტერს მიყვება. aim-ზე არა არ ვიყენებთ მაგას მაინც. მიყვება? იმას მაგრამ ძალიან ახლოა. ჩემთან პირიქით შორს არის. ხო და ეხლა ეგენი როგორ უნდა გაასწორო რა? რამდენად შორს იყოს, რამდენად ახლოს იყოს და რაღაცეები. ნახე chart-ულზე. აი body ჩამოშლილი რო გაქვს. ჯერ აქ lens ortho size-ი შეგვიძლია შეცვალო, აი მანდ ხო აქვს lens ortho size. შეგვიძლია მიაახლოვო. იპოვე? მახმოდო. ოღონდ თან რა გამორთულის დროს თუ ჩართულის დროს? ჩართულის დროს გააკეთე, თან დაინახავ და ასევე save during play შეგვიძლია აირჩიო აქ და ხო გახსოვს რომ ჩართულზე არაფერს არ იმახსოვრებს, მაგრამ აქ ისე არის გაკეთებული და დაიმახსოვრებს. ამას თუ ჩართავ. ანუ აქ რასაც შეცვლი ხა, ყველაფერს დაიმახსოვრებს რო გამორთავ თამაშს. აი, ახლა ჩავხდი და რა შევცვალო მას? lens ortho size აწერია მანდ. აი follow-ში სადაც ჩააგდე მაგის ქვევით რიცხვი უწერია lens ortho size-ში. და ახლა დავწერო ეს გავზარდო? რა მე 6 ჩავწერე. რამდენი გიწერია შენ ახლა? ახლა 4 კაია. ხო რა მე 6 მომწონს უფრო და 6 დავტოვებ. ახლა კიდე რა აქვს ამას? მოიცადე ერთ წამს სცენაში grounds გავწელავ ცოტა. დიდი ხანი შეეძლოს, ესე რა ქვია, სირბილი რო მარტივად გავტესტოთ. ნახე.
აქ აქვს ამას look ahead time-ი რა. მე უფრო გამოვიყენებთ ამას, მე უფრო შევცვლით. Look ahead time-ი არის აი წინ სწრება შეგვიძლია გააკეთებინო კამერას. აი თქვათ პერსონაჟი სადღაც რომ მიდის და აი წინასწარ კამერა რო ოდნავ ასწრებდეს რა და წინასწარ გამოუჩინოს სად შედის მაგალითად. მაგის გაკეთება შეგვიძლია ამით. ასევე X damping, Y damping და Z damping რო აწერია, სლაიდერები რო აქვს. ეს არის რამდენად ნელა გაყვეს. აი თქვათ ნახე, ამას რო გაზრდი. ნახე რა ნელა მიყვება. გვიან იწყებს გაყოლას რა. მიხვდი? ხო და ეგენი შეგვიძლია დაარეგულირო. შენი გემოვნებით. ანუ ცენტრიდან რამდენ X-საც შეცვლის იმ რაოდენობას რო გაუტოლდება მე რეიზორს. ანუ აქ X damping-ში თუ დიდ რიცხვს ჩაუწერ, ჰორიზონტალურად ოდნავ დაყოვნება ექნება ხოლმე გაყოლას რა. ანუ შენ რო players გამოძრავებ, ეს ოდნავ გვიან დაიწყებს გაყოლას კამერა. და მე რო გააჩერებ, კიდე ცოტა დრო დასჭირდება რომ მივიდეს რა ცენტრზე. Y-ს თუ გაზრდი, ზევით ქვევით როცა ამოძრავებ პერსონაჟს, მაგაზე იქნება. ნუ Z-ზე ახლა მაინც არ მომოძრავებ და შეგვიძლია არ შეცვალო. რა მე დაახლოებით 2-3-ს უწერ ხოლმე. ან შეიძლება 1 რაღაცა. აი ოდნავ რო დაყოვნება აქვს მომწონს რა. და რაღაცა shake-ივით შენთანაც აქვს რო დარბის? არა მას. ანუ shake-ივით რას გულისხმობ? აი player-ი ცოტა ძიგძიგებს შენთანაც. დააკვირდი? მოიცა. როცა ამოძრავებ. არა. ხო. ანუ შეიძლება კონდეს ეგ და ეგ წორდება იმითი. აი main კამერას რომ მონიშნო, მარჯვნივ აქვს update მეთოდი. და როგორც მახსოვს fixed update-ზე უნდა გადაიყვანო ეს და აი გონის წორდება. ეს ვირტუალ კამერა აქ უნდა იყოს, ხო? იერარქია. გასწორდა. ანუ აღარ აქვს ხა ის ძიგძიგი. ვირტუალ კამერა რა? ვირტუალ კამერა აქ უნდა იყოს, ხო, იერარქიაში? კი, აუცილებლად. თუ გინდა main კამერასთან ახლოს მიიტანე, რომ ერთად იყოს ეს main კამერა და ვირტუალ კამერა. კაი, კიდე რა არის აქ კარგი, ხო? ნუ screen X და screen Y შეგვიძლია და ეს კამერა distance შეგვიძლია გამოიყენო იმით, რა side ყავდეს პერსონაჟი, აი screen X თუ გაწევ, ანუ აქეთ ეყოლება პერსონაჟი რა. ან აქეთ თუ გამოწევ, აქედან დააწყებინებს. ანუ კამერის მარცხენა ნაწილში იქნება პერსონაჟი, player. ეს რავი, რაღაც მომენტში შეიძლება გინდოდეს სცენა ისეთი გქონდეს თვითონ გარემო აწყობილი და ნებისმიერ დროს ამას შეცვლი რა. ეხლა ცენტრში იყოს. ასევე ხო. screen Y-ი მე მგონი ჯობია ცოტა შევცვალოთ, იმიტომ რომ ის არის რა ქვია. ან შეიძლება გვინდოდეს სულ ცენტრში რო იყოს. ან შეიძლება გინდოდეს რომ აი ოდნავ დაბლა იყოს რა და რაღაც ესეთი რიცხვი ჩაწერო 0.7. მე მომწონს მასაც. ცენტრში რო არის ხო? ხო. ხო, იმიტომ რომ დაბლა სროლაც აქვს და დაბლა ცხოვნა დაინახოს რაღაცეები და. კაი, ხო და კიდე კარგი რაც აქვს ამას dead zone-ი. აი dead zone ვიცი და hate-ს რო აწერია აქ. ნახე, ამას რო გაწევ, ესეთი ხაზები უჩნდება. აი ეს სიმაღლეც უნდა გაწელო. და ეს dead zone-ი იქმნება აქ და dead zone-ი ნიშნავს, რომ აი ამ ზონაში როცა იქნება player, როცა იმოძრავებს, კამერა არ გაყვება საერთოდ. ნახე? აქ ამოძრავებ და კამერა არ იწვრის, მაგრამ როგორც გახვალ ამ ზონიდან, მე ეგრევე დაიწყებს გაყოლას. და ესეც უფრო ლამაზი არის ხოლმე, კაი არის რა. ეხლა ერთად ძალიან პატარაზე თუ ამოძრავებ,
ძალიან პატარა ზრუამოწური ფარმი ყვება. ხო, არ გაყვება რა, ტყუილა არ გაყვება. და ეს იქ ზონ ჰაითი რაზე არის? Y-ზე? ხო. ანუ სიმაღლეს და აი წაღან ხო დაინახე ეს ისენი რო გაჩნდა. ეს რაღაც ოთხკუთხედი რო გაჩნდა. ხო. ანუ ამით არეგულირებ რამდენად ზევით რამდენად მაღალი იყოს ეგ ზოუნი, ან რამდენად დაბალი რა. დიახ. აი რაღაც 0.15 შეგვიძლია დავტოვოთ აქ. და კიდე soft zone-ი აქ, აი ეს აი ამ ცისფერ იმას ხო ხედავ ოთხკუთხედს. ეგ არის soft zone-ი და აქედან გასვლის დროსაც შეგვიძლია რაღაცები გააკეთო, რამდენად შეეძლოს მაქედან გასვლა და კამერა როგორ მოიქცეს მაქედან რო გავა და მეგრე რა. დიახ. ხო, მოკლედ ეგენი არის. კაი, რავი, შენი იმით შეგიძლია ეს გააკეთო. აი ეს look ahead time-იც არ მიჩვენებია, მაგრამ ბარემ ამასაც გიჩვენებ. ეგ აჩვენეთ რა. ხო, თქვი უბრალოდ არ გამიმოძრავებია. აი look ahead times რო გაწევ. აი ეს ყვითელი წერტილი ასტრებს რა წინ. აი ეს ყვითელი წერტილია ცენტრი ამ კამერის, რასაც მიყვება და ოდნავ წინ ასტრებს რა მოკლედ. ნუ ეს look ahead smoothing-ი რამდენად ნელი ან სწრაფი იყოს ეგ გაყოლა. და look ahead ignore Y-ია კიდე რო დააიგნოროს კიდე გაიქიშო. ხო, Y-ზე შეგვიძლია დააიგნორო ეგ წინსწრება. ანუ ზევით ქვევით როცა მოძრაობს პერსონაჟი. მაგ დროს შეგვიძლია ეგ წინსწრება გაუთიშო რა. დიახ. ხო, რავი, რამის შეცვლა თუ გინდა კიდე. შეგვიძლია შეცვალო. ეხა ერთ-ერთი იმასაც enemy-ს ჩაგიგდებ. რო enemy-ს ჩავსვათ თამაში და დღეისთვის საკმარისი იქნება. და მე უკვე enemy-საც ჩაუწერ თავის script-ს და სიცოცხლესაც დავაკლებთ და ასე შემდეგ. ისიც გაგვიკეთებს etx და ყველაფერს ავაწყობთ. აქ ბევრი პერსონაჟი მაქვს მე გადმოწერილი, მაგ სახის. აი ეს რაღაცა ჯუჯასავით ტიპი არის, დიდი ჰამერი უჭირავს, ურო უჭირავს. მართლა ესა მართლა ბეჭდების ბრძანებელი ხა. ხო. კიდე არის საწავით. შემდეგი რა არის? ეს ტიპი არის, ეს ცოტა მგონია რომ ბოსივით უნდა იყოს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხმალი უჭირავს. და ის არის, რა ქვია. აი ესეთი ტიპი არის რა. და ცეცხლოვანი ხმალი აქვს და ბევრი ეთექი აქვს. ხო და აი ესეთი. ხო და მე მგონი ბოსისთვის კაი იქნება ეს. კიდე არის ეს blade keeper-ი არის, რა პატარა blade-ი უჭირავს. ყოველ წამს რატო გადადის იქით. და კიდე არის ეს მე მგონი ასასინი არის, მოიცადე ეს ნახოთ როგორია. ეს არ მახსოვს. ეს ამასაც ბევრი ეთიკი ქონია. ოპა. ას მეორე ესა მოთამაშე დრო შევხვნათ ეგ. რო აირჩიო? ხო. შეგვიძლია კი. უბრალოდ ხა ბევრ დროს წაიღებს ეგ და ჯერ enemy ის ხო. ავაწყოთ. იმიტომ რომ ამ ერთ პერსონაჟს ძალიან ბევრი ისა აქვს რა, ანიმაცია და
მაგიტო ვიძახი. რაღაცა ეს არ მახსოვს როგორი არის. ეს მეგონი ვიზარდია. ვა, მაგარი ანიმაციები აქვს. აბლოკაც აქვს და ყველაფერი. ეს დანებებაა მეგონი. კაი, რომელი ჩავსვათ? მეგონი ჯერ ის შოვია, სტაფილოსფერტიანი რო იყო. სტაფილოსფერტიანი ასასინი? თუ? აღარ მახსოვს რომელი იყო. ორი ცალი ხმალი რო ეჭირა? მანახი მასა აღარ მახსოვს. წეღანტი. უი, ესეთი რომელი საჩვენეთ ის. რაღაცა მონკიც არის, ბერი. მოიცადე ეს ნახოთ. ეს ის აქ. ხელებით და ფეხებით გებძვის. ოპა. მოიცადე გაჩვენე თავიდან. ეს პირველი ეს არის. აი მაგაზე მომო. ამაზე ამბობდი? ანუ ჰამერიანი ჩავაგდოთ. ეს არის აი ანიმაციებსაც გაჩვენებ. ესეთი ტიპი არის. ეს ჩავსვათ თავიდან პირველი? ვთხოვ. კაი. თქვენ რომელი ის კიდე? ოკეი, იყოს ეს. გაზიარებული კიდე გაიქიშ. კაი, მოიწერწოს, ამას დავზიპავ. ეს გვინდა compressed და Discord-ზე ჩავაგდებ. იმაში, რესურსებში. გადმოიწერე ეგ. ისა ექსტრაქტი გაუკეთე და ჩავაგდოთ ასეტების ფოლდერში. მე პირდაპირ ამას ჩავაგდებ. მას მარტო ეს რაღაც ჩააგდო. რა ეს რაღაც? ექსტრაქტი არ გაუკეთე, ანუ სწორად. ანუ თავიდან გაუკეთე ექსტრაქტი და მთლიანი ფოლდერი ჩააგდა. ექსტრაქტიებს დავაჭირე. ხო და მთლიან ფოლდერად ხო გადააქცია. ყვითელ ფოლდერად, რომელსაც იგივე სახელწოდება ქვია. აი ეგ მოკიდე მაგას და გადმოაგდე ასეტებში. პირდაპირ. ამას ერთხელ ექსტრაქტს რო უზავ, მე კიდე შეიძლება აღარ არის ხოლმე.
შეგიძლია ხო, მაგრამ უკვე გაკეთებული რო აქვს, მერე გადააწერს და რა ვიცი, Windows-იც თუდად აკეთებს ხოლმე მაგას და არ ვიცი. გაზიარე თუ გინდა და გეტყვი. აი მას გუშინელი დღეზე გადაყავს ეს ექსტრაქტირებული. გაზიარე. Ausschläge. ეს Mac OS X-იც წაშალა. მოიცადე, ის არ წაშალო, იმასაც შლი ახლა შენ. მარჯვენა ღილაკს დააჭირე. Extract here. გუშინელ დღეზე გადაყავს. მშველობა აქვს, დააჭირე ორჯერ შედი, დააჭირე ერთ წამს ორჯერ და შედი შიგნით. ხო, ეგ უნდა ჩააგდო. თლიანად ეგ ფოლდერი უნდა ჩააგდო. არა, ეს სათაოდ კი არ ჩაყარო. ის ფოლდერი წამოიღებ, სადაც შეხვედი Mac ფოლდერში. აი ეგ ფოლდერი წამოიღე, ჩააგდე პირდაპირ. წეღანაც ესე უნდა გექნა. მე import new asset ვაჭერი. არა, აქ ხო ყოველთვის drag and drop-ით ვაგდებთ ხოლმე. იმაში, ასეტებში. უფრო მარტივია რა, თორე იმპორტითაც შეგილია, მაგრამ არ აკეთებს ზოგჯერ მასე კარგად და მაგიტო ჯობია პირდაპირ გადააგდო. ეხლა ცოტა დავალაგოთ აქ. ასეტების ფოლდერში შევქნათ ახალი ფოლდერი. დავარქვათ Sprites, ხო? Sprites დავარქვათ და შიგნით კიდე ერთი ახალი ფოლდერი შევქნათ, ამას დავარქვათ player. და კიდე ერთი ახალი ფოლდერი enemy. და მოვკიდოთ ამ იმას რა ქვია Elementals Crystal Mauler Free რო აწერია თლიან ფოლდერს რა წამოვიღოთ და enemy ფოლდერში ჩავაგდოთ ასევე Elementals Leaf Ranger რო ქვია ეგ ჩავაგდოთ player-ის ფოლდერში როცა საკე გქონდეს მერე სხვა enemy-ებიც რო გვეყოლება აქ ჩავაგდებთ ყველას მას მე character-ს შევქმნი და მე იქ შევქმნი enemies და player-ს ხო კაი მეც ეგრე დავარქვე მოდი characters შიგნით გვაქვს enemy და player-ი და კაი იყოს ესე და შემდეგისთვის მოდი აბა შენით და დავალება იყოს რომ ის შეუქმნა აი აქ enemy რაც არის animation-ში ხო არის აქ ფოლდერები და პირველი ფოლდერი უნდა იყოს idle პირველი ანიმაცია ამიტომ idle-ის ყველა ფოტოს მონიშნავ გადააგდებ და დაარქმევ სახელს რა ობიექტით შეიქმნება თავის ანიმაციით ხო და მერე სხვა ანიმაციებიც ჩაუგდე რა აი ეს ანიმაციებიც ჩაუგდე ოღონდ idle-ს რო ჩააგდებ ჯერ და შეიქმნება ობიექტი მერე ის სხვა ანიმაციები არ დაგავიწოს რომ მარცხნივ უნდა ჩაუგდო აქ იერარქიაში თვითონ მაგ ობიექტს რომ მაგაში ჩაემატოს სხვა ანიმაციებიც ხო და ისქენი რა ქვია ეთეკებს ჩაუსვამ desi defend-ი აქ idle-ის რაც გექნება
ჯამპი აქვს კიდე. ესენი შეგიძლიათ ჩაყვარო. როლი, რანი, სპეშალ ეთეკი აქვს და take hit. ხო, ყველა ანიმაცია ჩაუყარე რა. ოკეი, რა ვუშვი, დღეს შეგვიძლია დავასრულოთ მაშინ. კაი. დროებით თავ. თუ რაღაცა იქნა მოიწერე. არ